მოგესალმებით ყველას, დღეს ოთხშაბათია და შესაბამისად რადიო პალიტრის ეთერშია გადაცემა მკურნალი. მე გახლავართ გადაცემის წამყვანი თამთა ასათიანი. თქვენ კი უნდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი მოსმენა შეგიძლიათ ტალღაზე FM 103.9. ამას გარდა გაგვთ შესაძლებლობა, რომ გვიყუროთ კიდეც სოციალური ქსელის მეშვეობით, თუ კი საძიებო ველში აკრებთ რადიო პალიტრა FM 103.9. თქვენ ავტომატურად აღმოჩნდებით ჩვენი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, სადაც ლაივ რეჟიმში შეგეძლებათ, რომ თვალი გვადევნოთ, გვიყუროთ, გვისმინოთ და ძალიან საინტერესო სიახლეების შესახებაც შეიტყოთ, მით უფრო რომ დადგა შემოდგომა, აცივდა და შესაბამისად გახშირდა ნაცნობი არასასიამოვნო სიმპტომები ჩვენს ოჯახებში, თანამშრომლებში, ბავშვების ბაღის მეგობრებსა თუ თანაკლასელებში. ეს არის სურდო. ცხვირის გაჭედვა, ყელის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, შესაბამისად, რა თქმა უნდა, უფრო იმატა შფოთვამაც, რომ არ გავცივდეთ, ვირუსი არ გადაგვედოს. შფოთვის მიზეზი გაციებისა და ვირუსის შემაწუხებელ სიმპტომებზე მეტად ყოველდღიური ცხოვრების წესის შეცვლა, მნიშვნელოვანი საქმეების, შეხვედრების, წვეულებების გადადება, სკოლის, უნივერსიტეტის გაცდენა და ზოგჯერ შიში, შესაძლო გართულებების წინაშე. შესაბამისად, არსებობენ ადამიანები, ვინც ავად თითქმის არ ხდება, ზოგიერთი კი სეზონზე რამოდენიმეჯერაც კი ასწრებს გაციებას. როგორ უნდა გავიძლიეროთ იმუნიტეტი და თუ მაინც დაგვემართა ვირუსული ინფექცია, როგორ გავუმკლავდეთ მარტივად ყოველგვარი გართულებების გარეშე. როგორ შევცვალოთ მინიმალურად ჩვეული ცხოვრების წესი, თუ მაინც გავცივდით. რა საშუალებები არსებობს ამისთვის და როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს საშუალებები, სწორედ ამ საკითხებზე სასაუბროთ დღეს ჩვენ გვესტუმრნენ სტუმრები. გადაცემაში სტუმრად მოვიწვიეთ საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM Pharma-ს პროდუქციის მენეჯერი ქალბატონი თეა კვირკველია და სააფთიაქო გაყიდვების მენეჯერი ქალბატონი ჟანა მაყლაკელიძე. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში რომ ხართ ჩვენთან სტუმრად. თემა ძალიან აქტუალურია, ძალიან მნიშვნელოვანია და თქვენგან ველოდებით ძალიან საინტერესო საუბარს, რჩევებს და სიახლეებს. ქალბატონი თეა, თქვენგან დავიწყებ საუბარს. უკვე ვიცით ერთგვარად რომ ვირუსები ყოველთვის არსებობენ და ჩვენგან არსად არ მიდიან, თუმცა აი ეს შემოდგომა ზამთრის პერიოდი განსაკუთრებით აქტიურდება ხოლმე და რატომ არის რომ სწორედ ამ პერიოდში გვემართება უფრო ხშირად ვირუსული ინფექციები. მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმებით თქვენს მსმენელს. მართალი ბრძანდებით, ადამიანი არ ცხოვრობს სტერილურ გარემოში, ჩვენ მუდმივ თანაცხოვრებაში ვართ ბაქტერიებსა და ვირუსებთან, რომლებიც მრავლად არიან ჩვენს ირგვლივ. თუმცა, ნამდვილად ყოველთვის ავად არ ხვდებით და ეს თავის ტკივილი, ასე ვთქვათ, მატულობს ხოლმე შემოდგომა ზამთრის და ადრეული გაზაფხულის პერიოდებში, როცა განსაკუთრებით ცივა. რაშია საქმე? საქმე იმაშია, რომ იმისთვის, რომ დაგვემართოს ვირუსული ინფექცია, აუცილებელია ორი ძირითადი ფაქტორი დაემთხვეს ერთმანეთს. პირველი ეს არის ვირუსების კონცენტრაცია გარემოში, რომ იყოს მაღალი და მეორე არის, რომ ადამიანის იმუნური სისტემა უნდა შესუსტდეს, ასე ვთქვათ, ანუ წინააღმდეგობის უნარი. ზუსტად ეს ორივე ფაქტორი ემთხვევა ხოლმე ცივ პერიოდებს და ამიტომ არის, რომ იმატებს ვირუსული დაავადებების რიცხვი. შეიძლება იმდენად მოიმატოს, რომ ქვეყანაში განვითარდეს ეპიდემია, პანდემიაც, რომელიც არც თუ ისე შორეულ წარსულში ძალიან კარგად გვახსოვს ყველას. ნამდვილად და აღარც გვინდა ხოლმე ხშირად გახსენება. ქალბატონი თეა, მინდა გაციებაზე გკითხოთ, რამდენად არის გაციება გადამდები? ხშირად გვიჭირს ხოლმე განვასხვაოთ გრიპი და გაციება და აი ამ სხვაობაზეც რომ გკითხრათ, რა განსხვავებაა მათ შორის? ნამდვილად ასეა, გრიპი და გაციება ზოგჯერ რაღაც ძალიან განსხვავებულ ჭრილში განიხილება ხოლმე, ამბობენ ადამიანები, რომ აი მე გაციებული ვარ და არ ვარ გადამდები, ეს ძალიან ხშირია. საქმე იმაშია, რომ ორივე, როგორც გრიპი, ისევე ეგრეთ წოდებული გაციება არის ვირუსული ინფექცია და ასე რომ ორივე გადამდებია. ახლა რა განსხვავებაა მათ შორის? შესაძლებელია ორგანიზმის გადაციება ნამდვილად წინ უძღოდეს როგორც ერთს, ასევე მეორეს, ანუ როგორც ეგრეთ წოდებულ გაციებას, ასევე გრიპს, მაგრამ ეს ხდება იმიტომ, რომ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი გადაციების შედეგად ქვეითდება. თუმცა გაციებას რასაც ვეძახით, ამ დროს შედარებით უფრო მსუბუქი ვირუსები აქტიურდებიან და ამიტომ არის რომ შეიძლება ჩვენ მქონდეს მხოლოდ სურდო ან მხოლოდ ყელის ტკივილი შედარებით უფრო მარტივად გადავიტანოთ და აი აქედან მოდის ის მითი რომ არ არის გადამდები. სინამდვილეში ჩვეულებრივი გადამდებია, მაგრამ რაც შეეხება გრიპს
იწვევს გრიპის ვირუსი კონკრეტულად, რომელიც გამოვლინდება შემცირებით, უეცარი მაღალი ტემპერატურით, სახსრების ტკივილით, სისუსტით, საერთო სისუსტით და შრომის უნარიანობის მკვეთრი დაქვეითებით, მაშინ როცა ეგრეთ წოდებული გაციების დროს შეიძლება ადამიანი ჩვეულებრივ აქტიური იყოს, დადიოდეს, უბრალოდ რაღაცა უსიამოვნო სიმპტომები აწუხებდეს. და ზუსტად ამიტომ არის, რომ ორივეს დროს უნდა მოვერიდოთ გარშემოყოფებს, თუ სხვა არის, თქვათ, ჩვენც დავიცვათ თავი და შედარებით მოვერიდოთ, თუმცა გრიპის ვირუსი უფრო მაღალი ვირულენტობით ხასიათდება. ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო მაღალია ალბათობა გადადების, ამიტომ უფრო საშიშ ვირუსად ითვლება და მეტი მორიდებაც გვმართებს ამ დროს. ნამდვილად. ხშირად არის, რომ ზოგიერთი ბავშვი, არა მარტო ბავშვი, ზრდასრულიც უფრო ხშირად ავადობს, ზოგი გაცილებით ნაკლებად. აი, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რა უნდა გავაკეთოთ ორგანიზმის გასაძლიერებლად იმისთვის, რომ არ გავცივდეთ მარტივად და ყოველ სეზონზე ხშირად არ შეგვხვდეს ვირუსული ინფექციები. დიახ, ასეა, ყველა ადამიანი ერთნაირად არ ავადობს, ეს თავიდანაც ძალიან სწორად აღნიშნეთ და ეს დამოკიდებულია ორგანიზმის დაცვით ძალებზე, ანუ იმუნიტეტზე. ბავშვები უფრო სუსტი იმუნური სისტემით გამოირჩევიან, რადგანაც მათი იმუნური სისტემა არის ჩამოყალიბების პროცესში, ამიტომ თუ დავაკვირდებით, ბავშვთა ასაკში უფრო ხშირად ავადობენ, ვიდრე მოზრდილები, მაგრამ მოზრდილებშიც დიდი განსხვავებაა, ზოგი პრაქტიკულად არ ხდება ავად, არიან ყველას ირგვლივ ალბათ ადამიანები, რომ აი არც მახსოვს ბოლო სიცხე როდის მქონდა. თუმცა არიან ადამიანები, რომ არც ერთ ვირუსის აფეთქებას არ გამოტოვებენ, ასე ვთქვათ. და ეს არის ზუსტად იმუნიტეტზე დამოკიდებული. ეხლა რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თავი დავიცვათ ვირუსებისგან? პირველი, რა თქმა უნდა, ხა ახალს არაფერს არ ვიტყვი, მით უმეტეს ეს პანდემია გადატანილი. ადამიანები ვართ ყველა და ყველამ კარგად იცის ეს ჰიგიენა, ხელების ხშირი დაბანა, ის რომ თქვათ სახესთან არ უნდა მივიტანოთ ხელი ცხვირთან, პირთან, იმიტომ რომ ეს შეიძლება ვირუსის გადატანას შევუწყოთ ამით ხელი და ასევე რაც მთავარია ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის გაძლიერება, რაც გულისხმობს ჯანსაღ ბალანსირებულ კვებას, ვიტამინებით და მინერალებით მდიდარი საკვების მიღებას, ძილის და დასვენების რეჟიმის მოწესრიგებას. ეს ცოტა ისე ძალიან მსუბუქად ვუყურებთ ხოლმე, ყველა იცის, მაგრამ თითქოს სერიოზულად არ აღვიქვავთ. ამ დროს ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ უძილობამ და გადაღლამ შეიძლება რომ ნამდვილად დაასუსტოს ჩვენი იმუნიტეტი და უფრო ადვილად დაგვემართოს რაიმე დაავადება, ვიდრე ვთქვათ, როდესაც ჩვენი რეჟიმი არის აწყობილი და მოწესრიგებული. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ აქტივობას და დატვირთვას, რადგანაც ის ადამიანები, რომლებიც ძალიან აქტიურ ცხოვრებას ეწევიან, რა თქმა უნდა, ისინი ნაკლებად ხდებიან ავად. მინდა კიდევ ერთ საკითხს შევეხო, კერძოდ ცხვირის ლორწოვანის შესახებ ვისაუბრებ და ცხვირის მნიშვნელობაზე. თქვათ ვირუსულ ინფექციებთან დაკავშირებით. ვიცით რომ ვირუსული ინფექციები ზოგადად ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ინფექციებია. ეს ნიშნავს იმას, რომ სუნთქვის შედეგად ჩვენს ცხვირის ღრუში ხვდებიან, ანუ პირველი ჭიშკარი არის ჩვენი ცხვირის ღრუ და ცხვირის ლორწოვანი, რომლითაც ორგანიზმში შედიან ვირუსები. ამიტომ ცხვირის ლორწოვანის ფუნქციონირებაზე არის დამოკიდებული, რამდენად ავად გავხდებით ჩვენ. გამომშრალი ცხვირის ლორწოვანი, დაზიანებული ცხვირის ლორწოვანი საერთოდ გამოშრობას მაგალითად ზამთრის პერიოდში იწვევს გათბობის სისტემები, ხო? ეს ყველაფერი აქვეითებს ცხვირის ლორწოვანის დაცვით უნარს, ამიტომ შედარებით ადვილად ხვდებიან ვირუსები. ამიტომ და კიდევ ერთს აღვნიშნავ, რომ ცხვირის ლორწოვანი არის წამწამოვანი ეპითელიუმი, ეგრეთ წოდებული, რომელიც აკავებს, აი როგორც წარმოვიდგინოთ, რომ ბადეში ხდება შეკავება აი ამ ვირუსებს გარედან შესუნთქულ მტვერს და უცხო ნაწილაკებს ყველაფერს ფილტრავს ცხვირის ღრუ და ჩვენს ფილტვებში ხდება უკვე გამთბარი გასუფთავებული ჰაერი. მაგრამ ცხვირის ლორწოვანზე შედეგად ხდება დალექვა უამრავი ვირუსის და ბაქტერიის და კარგი იქნება თუ პერიოდულად მოვახდენთ მის გაწმენდას, გასუფთავებას და ასევე დატენიანებას, როგორც აღვნიშნეთ, გამომშრალი ცხვირის ლორწოვანი საუკეთესო ჭიშკარია შეჭრისთვის. ამიტომ
ერთ-ერთ პრეპარატს წარმოგიდგენთ, მაშინ ვისაუბრებ ნიამარინ პანთენოლზე, რომელიც აი ამისთვის ზუსტად რაც ვისაუბრე, ძალიან კარგი საშუალება. ეს არის ცხვირის სპრეი, რომლის შემადგენლობაში შედის ზღვის მარილის იზოტონური ხსნარი და პანთენოლი. ზღვის მარილის იზოტონური ხსნარი ეს არის ბუნებრივი ფიზიოლოგიური ხსნარი ცხვირის გამოსარეცხად და აშორებს ზუსტად აი ამ ბაქტერიებს, ისე რომ არ არღვევს ცხვირის ფიზიოლოგიურ არეს და მეორე კომპონენტი პანთენოლი ატენიანებს ცხვირის ლორწოვანს, აღადგენს მას დაზიანების შემთხვევაში და წარმოქმნის ფარს, რომლითაც ხელს უშლის ვირუსების და ბაქტერიების შეჭრას ორგანიზმში. ნამდვილად არაჩვეულებრივი საშუალება ყოფილა ერთგვარი თავდაცვის, თუმცა კავტონთია თუ მაინც შეგვეპარა ეს ვირუსი, მიუხედავად რომ ვიცით ასე თუ ისე მეტნაკლებად თავდაცვის საშუალებები, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ არ გაგვირთულდეს და მაქსიმალურად სწრაფად დაუბრუნდეთ ყოველდღიურ რეჟიმს? რა თქმა უნდა 100%-ით დაცვა ვირუსებისგან არ არსებობს, თუ მაინც დაგვემართა ვირუსი, პირველ რიგში უნდა მოვახდინოთ ჩვენ აი ამ უსიამოვნო სიმპტომების კუპირება, ანუ შევამციროთ მაქსიმალურად უსიამოვნო სიმპტომები და მეორე ხელი შეუშალოთ გართულებების განვითარებას, ხო, რაც ყველაზე ცუდია, რაც შეიძლება გრიპმა და გაციებამ მოგვიტანოს, ეს არის გართულებები, თორემ ეს ჩაივლის ნამდვილად და ამისთვის არსებობს ეგრეთ წოდებული სიმპტომური საშუალებები. პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, ესეც აბსოლუტურად ყველა მიცის, ეს არის სითხეების დიდი რაოდენობით მიღება. ხო, პირველი ოქროს წესი ვირუსული დაავადებების დროს ეს არის დიდი რაოდენობით სითხეები, რაც ემსახურება იმას, რომ ორგანიზმში ხდება სითხის რაოდენობის აღდგენა, რაც თქვათ მაღალი ტემპერატურის ოფლიანობის დროს ვკარგავთ დიდი რაოდენობით სითხეს და მეორე აი ამ დიდი რაოდენობით სითხის დატვირთვა ის არის, რომ ორგანიზმიდან გამოვდევნოთ, რაც შეიძლება სწრაფად დაგროვილი ტოქსინები, რასაც იწვევს ზუსტად ეს ვირუსული ინფექცია. და ერთ-ერთი ესეთი საშუალება მინდა აღნიშნო, ეს არის ჰიდრობალანსი, შუშხუნა ტაბლეტებია, რომელიც იხსნება 200 მლ წყალში და გარდა სითხის, აი უბრალოდ წყლისა, რაც გვჭირდება, აი ამ ჰიდრობალანსის საშუალებით ორგანიზმში ხდება მიკროელემენტების აღდგენა და ასევე ხდება დექსტროზა და C ვიტამინი შედის მის შემადგენლობაში და ორგანიზმის ძალების უფრო სწრაფი აღდგენა და იმ მინერალების, რომელიც დიდი რაოდენობით იკარგება ხოლმე მაღალი ტემპერატურის და სიცხის დროს. კი ბატონო, და ზოგადად გაციების და გრიპის დროს დამეთანხმება ალბათ ბევრი ადამიანი, რომ სურდო და ცხვირის გაჭედვა განსაკუთრებულად დისკომფორტის შემქმნელი არის ხოლმე ადამიანისთვის და აი, როდესაც თუნდაც მხოლოდ ეს სიმპტომი არის გამოხატული, ამ მიმართულებით რა საშუალებებს გვირჩევთ პრობლემის მოსაგვარებლად? დიახ, სურდო და ცხვირის გაჭედვა შეიძლება საკმაოდ შემაწუხებელი სიმპტომი იყოს, გაჩნია ადამიანს, ახლა ზოგის უფრო მარტივად ანუ ეგუება ამას, ზოგისთვის ძალიან რთული შესაძლებელია ეს მომენტი, მით უმეტეს, როდესაც უხვად არის გამონადენი, ეს იწვევს ცხვირის ლორწოვანის გაღიზიანებას, ცხვირის ირგვლივი კანის გაღიზიანებას და ამიტომ ჯობია რომ ჩავერიოთ ხოლმე სიმპტომური საშუალებები და შევამსუბუქეთ თქოთ ეს სიმპტომი. ასეთი პრეპარატი არის ქსილომარინი, რომელიც ძალიან სწრაფად 2 წუთში ხსნის ცხვირის გაჭედვას და გამონადენს ცხვირიდან, ანუ სურდოს და ქსილომარინი არის 2 ფორმით, ბავშვის და დიდების ფორმა, საბავშვო ფორმა 2 წლიდან 12 წლამდე ინიშნება და 12 წლის ზემოთ უკვე მოზრდილების ფორმა და შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ 1 კვირის განმავლობაში. და იმ შემთხვევაში თუ სურდო და ცხვირის გაჭედვა გრძელდება უკვე 1 კვირაზე მეტხანს, ამ შემთხვევაში შეგვიძლია გავაგრძელოთ ნიამარინი პანთენოლით, რომელზეც ვისაუბრე როგორც დაცვის საშუალება თავიდან, ასევე ხანგრძლივი გამოყენებისთვის, როცა 1 კვირა და მეტი გრძელდება, ამ დროს უკვე საჭირო არის ლორწოვანის აღდგენა, დატენიანება და ამასთანავე არ არის შეზღუდული ნიამარინის გამოყენების ხანგრძლივობა, სრულად უსაფრთხო პრეპარატია და შეგვიძლია რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დღეში რამოდენიმეჯერ მოხდეს მისი შესხურება ცხვირის ღრუში. და ასევე კიდევ ერთი მთავარი პრობლემა ტემპერატურა, რაც ვირუსის დროს ხშირად აღვენიშნება ხოლმე და საინტერესოა, რას გვთავაზობს კომპანია GM Pharma სიცხის დროს.
კი ბატონო, მოგახსენებთ, ერთსაც ვიტყვი ყელის ტკივილზე, აქვე სხვირის გაჭედვასთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომი არის ხოლმე ყელის ტკივილი, რომელიც სხვადასხვა ინტენსივობის შეიძლება იყოს. ზოგჯერ არის ყელის ტკივილი გამოხატული როგორც უბრალოდ რაღაცა ყლაპვის გაძნელების ან უსიამოვნო შეგრძნების სახით და თუ ყელში ჩავხედავთ ადამიანს ამ ბავშვს იქნება შეშუპებული, გაწითლებული, მაგრამ შეიძლება იყოს საკმაოდ ძლიერი ყელის ტკივილი გამოხატული. აქ მინდა აღვნიშნო, რომ არამც და არამც ვირუსული ინფექციების დროს არ შეიძლება ადგილობრივი ანტიბიოტიკის გამოყენება. ისევე როგორც თქვა დასალევი ანტიბიოტიკის გამოყენება, რადგანაც ანტიბიოტიკი ვირუსზე არ მოქმედებს და ერთადერთი რასაც აკეთებს ამ დროს ეს არის უარყოფითი ეფექტი. ამიტომ უნდა გამოვიყენოთ ისეთი საშუალებები, რომლებიც არ შეიცავენ ანტიბიოტიკს, აქვთ უბრალოდ ანტისეპტიკური თვისებები, რაც ნიშნავს ეს, რომ ხელს უშლიან ვირუსების და ბაქტერიების გამრავლებას, არ იწვევენ რაღაცა რეზისტენტობის ჩამოყალიბებას და არ აქვთ რაიმე უარყოფითი მოვლენა. ერთ-ერთი ესეთი საშუალება არის ტაიკოლდი ლორის საწუწნი ტაბლეტები, რომელიც ორ განსხვავებულ ანტისეპტიკურ საშუალებას შეიცავს და სხვადასხვა არომატით არის, შეიცავს ასევე C ვიტამინსაც და გემოვნების მიხედვით შეუძლია რომ ადამიანს გამოიყენოს და თუ ყელის ტკივილი უფრო მეტად არის და მკვეთრად გამოხატული, ამ შემთხვევაში არის ბენზილორის საწუწნი ტაბლეტები, რომელიც შეიცავს ადგილობრივ ტკივილ გამოყუჩებელ საშუალებას, ანესთეტიკს და ასევე ანტისეპტიკურ საშუალებას და ძალიან სწრაფად ხსნის აი ამ უსიამოვნო ყელის ტკივილს. და ეხლა გადავალთ თქვენ შეკითხვაზე, უშუალოდ, ანუ მაღალი ტემპერატურის დროსაც არის ძალიან ეფექტური საშუალებები, მაღალი ტემპერატურა შეიძლება რომ საკმაოდ მავნებელი იყოს ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით თუ 37.5-ის ზემოთ არის ტემპერატურა და აუცილებელი არის სიცხის დამწევის საშუალების გამოყენება. ამ დროს გვაქვს პერუფენის ტაბლეტები, რომელიც არის უშუალოდ სიცხის დამწევი და ტკივილ გამოყუჩებელი საშუალება, არის როგორც საბავშვო ფორმა, ასევე მოზრდილების ფორმა და ბოლოს შევჩერდები ჩემს საყვარელ პრეპარატზე, ეს არის ტაიკოლდი მაქსი, რომელიც არის პრაქტიკულად გრიპი და გაციების ყველა სიმპტომზე ერთდროულად მოქმედი საშუალება. ესე იგი, ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, რაზე მოქმედებს ტაიკოლდი მაქსი, ეს არის თავის, ყელის, ყურის, სახსრების ტკივილი, ასევე ცხვირის გაჭედილობა და სურდო და რა თქმა უნდა, მომატებული ტემპერატურის დაქვეითება. ანუ პრაქტიკულად ერთი პაკეტის საშუალებით შეგვიძლია რომ მაშინვე მოვხსნათ ყველა სიმპტომი, რაც გვაწუხებს და რაც თავარია ძალიან სწრაფად აღვიდგინოთ შრომის უნარიანობა. ტაიკოლდი მაქსის პაკეტები იხსნება მდუღარე წყალში, ანუ ცხელ წყალში და ჩაის სახით ხდება მისი მიღება. კი ბატონო, ისედაც მომხმარებელსაც და მეც პირადად რატომღაც აი გაციების და ვირუსის დროს პირველი რაც მახსენდება ხოლმე ესე კი ნამდვილად და ძალიან კომფორტულია. დიდი მადლობა ესეთი საინტერესო საუბრისთვის. მცირე სარეკლამო პაუზის დრო ახლა ჩვენს ეთერში, ჩვენი სტუმრები ჩვენთან დარჩებიან და კვლავაც ამ თემაზე განვაგრძობთ საუბარს, ასე რომ დაგველოდეთ.